ლავაშკაცი მოგიყვან. ვისაც მოუყვანა იმადა გალერინო? ნასაბო, მარია. ჩვენი სტუმარია. საქართველოდან ჩამოვიდა. საქართველოდან? ღმერთმანი. კაიძანი გიორგი. გამარჯობა. გაგიმარჯობა. ირთვით. მე მგონი წყალს ვერ დაგიწევ. ვიწილი არ არის. საქართველოში რომ ჩავა, რას იტყვი? უკრაინაში წყალი რა არის? წყალი არ დამალევინეს. დაენანაწყო. წყალი კი არა, თვითონ მენანება. მე 4 ჭიქა. სპერმა თვალებმა ისე დამაბნია წყალი თუ დავლი არ მახსოვს კიდე. არა, მე სადაგალებს დაიჭობ. ზადაკი და მაშველი თოთი გადაუგდე. უკვე გვიანა. ატი ვეღარაფერი მიშველის მობილო. ორა ვაშკაცი იღუპება, სუშენიბრალია მარია. მარია. ჩვენი სტუმარი დელეგაციას დაეძებს. დელეგაცია? დედა ჩემი, მეურნეობის აგრონომია. დელეგაცია შემოყვა. მაგდა სიმეონოვნა. სად არის? ჩვენი სტუმრები არიან. იროსტეპანი, ჩვენთან ერთი სათხოვარი. ხვალ ჩვენი მანქანა საქართველოში ბრუნდება. და ჩვენი სურვილია წავიღოთ იმ მანქანით თქვენი უკრაინული მიწა. მიწა? აიმე, ჩვენამდენი საჩუქრები ჩამოვიტანეთ და სამაგიეროდ მიწა გაგატანოთ. მაფათიეთ მაგდა სიმეონოვნა კეფიცები, ჩემი კოლმეურნეები, სასაცილოდ ამიგდებეთ. ჩვენო მიწას იროსტეპანი შევიტანთ მეგობრობის ბაღში. გავანაწილებთ და დავყრით მას თითოეულ ხის ქვეშ. და რა სიმბოლურია, ბაღი აყვავდება და გაიფურჩნება ჩვენს მშობლიურ უკრაინულ მიწას. ძალიან კარგია. შესანიშნავი იდეაა, ლევან. ეს იდეა მაგდა სიმეონოვნას ეკუთვნის. ბაღიც მაგის იდეაა. გმადლობთ მაგდა სიმეონოვნა ამ იდეისათვის. როგორ მინდა ჩქარა ვნახო ჩვენი ბაღი. შემოდგომაზე ხომ უნდა ჩამოვიდეს თქვენი დელეგაცია. და სემირამიდას ბაღსაც მაშინ ახავთ. სემირამიდას ბაღები? მოიცადე. მე გამიგია მითიური სემირამიდას ბაღები. ბიბლიური გადმოცემით ხომ სემირამიდას ბაღები მუდამ სწვანე იყო და მუდამ ყვაოდა. ჩვენი ბაღიც ასეთივია. ამიტომ ჩვენმა კავშირებმა გადაწყვეტეს უკრაინელი და ქართველი ხალხის მარად უჭკნობი მეგობრობისა და ძმობის აღსა ნიშნავად ამ ბაღს უწოდოთ სემირამიდას ბაღი. კირილ სტეპანოვიჩ, მე შემიტანე დელეგაციაში. მინდა ჩემი თვალით მოვინახულო ეს მომხიბლავი ქვეყანა, საქართველო. ედემის ბაღი, როგორც მას უწოდა მაიაკი. აბა მოვეხარე, იქებო. Ой! Мазураса! Стой, как это надо? Ახლა მოვიდა და პროფიტი შეჭა. აი და ბაბუა, საი და დაუშვე мама და. მოვიდა, რასაკეთე ბარაკცხონია? ჯვარი უნდა დავშიოთ, ბაბუა კიდევაც არ გვაქვს. ეს ვარი 918 წლიდან დგას აქ, ახლა მოვიდა სამის დასწრება. ეხომია ჯანმრთელი. მე შეიძლება აკრასტე. აბა რა ვიცი. შენ ივაშკაცო, შენ ხომ არ იცი გერმანული? მოდი ერთი დაუკითხე ამას. აქ განისვენებს გრაფი პოლკოვნიკი მონგოლი, რომელიც გმირულად დაეცა 1918 წლის 21 იანვარს პარტიზანებთან ბრძოლაში. ეს ჯვარი მის პატივსაცემად აქ აღმართეს 318 ბავარიის პოლკის ოფიცრებმა. ხედავ, ჩვენმა პარტიზანულმა რაზმმა გაანადგურა მათი ბატალიონი. აქ გრაფი პოლკოვნიკი განისვენებს 50 სავარია იქ მინდორშია გათხრილი. ასე ხვდებით ყველა დაუპატიჟებელ სტუმარს. თქვენ გიგინდოდათ რომ ჯვარი დაგექციათ. ბიჭებო, მოხუცი მართალია. იდგეს ეს ჯვარი. აი ხედავ ჭკვიანი ყვაწილი ყოფილა. ეს მესმის ვინ ახარ? სტუმარია. შენ არ გეკითხები. საიდან ახარ? საქართველოდან. ჩვენი სტუმარი ყოფილხარ. კარგი ვაშკაცი ჩახარ. შენს კარგი ეშმაკი ხარ. ბიძია ლეიტენანტი ხარ? ლეიტენანტი? უმცროსი? შენ რაში გეკითხება? სად მიყავს სტუმარი? სახლში ვარ. მე რაღაც უდგეხარ. დავიდეთ. გამოდი. დავიდეთ ბიჭო. ეი, ვინ ახარ სახლში? სტუმარი მიიღეთ. ნახეთ რა სასიტო მოვიყვანე. რა კარგი ვაშკაცია. სადიპოვე, ჰა? სადაც იპოვე ამის არას მეც ვეღარ ნახავ. მაგდა სიმეონოვნა. ნახეთ ვინ მოგიყვანეთ. გიორგი. გამახარებო თქვენზეა. შენი ჭირიმე, შენი. საიდან ბიჭო? როგორ ახარ დედა? გამარჯობა, გიორგი.
ვაჟიშვილი ყოველთვის სასურველის სტუმარია ჩვენ. საიდან სადაო ბიჭო, აქ საიდან გასწია? პოლტავასთან გაჩვენე ნაწილი. ტაქტიკურ მეთადმეობას გავზიარებ. ჩვენ შესახებ გაზეთებიდან შევიწყდეთ. 3 დღის გამეთავისუფლეთ. ძალიან კარგი გამოყვედი. მაგას კინეონო, არ მეგონა თუ ასე ახალგაზრდა ქალს ასეთი ვაშკაციშვილი გეყოლებოდა. Там зригатунებს მაგდა სიმეონოვნა გადახორცო დაკლაგავ. შეხას გატრულუხარ. გული ხომ არ გიფარგალებს და. გაფიარულეს თუმარი, მიარჩირანე. შერა მართლა შელოცილი იძიხარ. მიხედე თუმარი. აი, გოჭიც მოვიდა. აქეთ კლავდი აიაკ ჩანგი. აიაკა. აბა დავლიო. აბა, მიეცით. გამარჯობა. მეგობრებო, მე ვიდა დავლიო შვიდობისა და მეგობრობის. ეთქობა ჩვენ სტუმრებს თავის ქვეყანაში ცუდი მიწა აქვთ. არა, ბაბო, არა. მაგათ ძალიან კარგი მიწა. ეს მიწა თქვენი ბაღისათვის მია. რომელი ბაღისა? ჩვენმა კოლმეურნეობამ სასკოლმეურნეობას აშუქა 7 ჰექტარი ციტრუსების ბაღი. ეს ციტრუსები რა? ციტრუსები, ეს მანდარინი, პორტოხალი, ლიმონი, გაიგე? მახსოვს, კიდაც ჩვენში ოსმალეთიდან შემოჰქონდა. ახლა კი თქვენი იქნება. უკრაინა. მე რაღა მანქანით ვაგონებით წაიღეთ, ვაგონებით. ახლა მირადილას სოფელში ვიქნებ. სამშაბათ ჩვენს სამოვათ, აბა კეთილი მგზავრობა. კარგი უგეცებათ, ყველაფერი კარგად. აბა, თქვენი თი. როგორც კი დაგინახე. რა მე? შემიყვარდი, მარია. რა, შეხედი. ეს შეხედი კრასაჩერ გასხიხდაჩერე. შენ? ცოტათი მაინც არ გიყვარვა. იტყვიან, თუ მილი თანხმობის ნიშანიაო. მაშინ მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. დედა. რა იყო შვილი? შენი საქორწინო ბეჭედი უნდა მომცა. რა საბო, გიორგი? თუ გინდა რომ ბედნიერი ვიყო, გთხოვ ვარს ნუ მეტყვი. მარია. ჩვენ გვიყვარს ერთმან. რას მეტყვი დედა? რა მეთქი შვილო? თქვენ უკვე გადაგიწყებიათ და აბა უარი როგორ გითხრა. მაგრამ ამ ბეჭედს გიორგი ვერ მოგცე. ამას ჩემთვის ბედნიერება არ მოუტანია. 3 დღის დარჩი მამაში. მე კი ბედნიერი ვიქნები. დედა ბედნიერი. თუ ჩემი სიყვარული ვარს მომეტყვი. აიღე შვილო. ბედნიერი ვარ. რა მოხდა მაგდა სიმეონა? გავდისიბანდა. ამას ჩემი თანხმობა ითხოვეს. მე კიდევ უარი ვერ უთხარი. ნუ თუ მართალი. ხო, მართალი. მე მიყვარს გიორგი. დაგლოცე დედა, დაგლოცე. გილოცავ ქალიშვილის ბედნიერებას. ძელი გულით გილოცავ. თქვენც გილოცავთ მაგდა სიმეონას. ბედნიერებას გისურვებ, მარია. დედა, არ ვიცი. კარგი, კირილეშინ არ არის. მე კიდევ მე დედა. მარია. დამილოცი ხარში. ვაბლობ დედა.
სოფელს კაცი აღარ შერჩა. ერთი დარჩა. ჯარში აღიძახიან და მაინც მიდიხარ. სხვანაირად ვერ მოიქცევოდი. რამდენჯერ ვიფიქრე და მაინც შემდეგისათვის გადავდი. რანევა? აი სუფსის პირას რომ ყამირია იმისი დამუშავება. იქ ჭაობია. იმას ვერ დავთლებთ, ლევან გაგიჭირდება. უნდა დასიოთ მაგდა. ნახევარი უკრაინამ ტერმა დაიკავა, პურის გასაჭირი გექნება. მარტო პურის? პური მაინც მთავარია. სიმინდის მოსავალს უნდა მიხედოთ. მაგდა, ერთი სათხოვარი მაქვს. პირადი. მითხარდება. მოხუცი მარტო ხელად ვერ ამრჩება. თუ ხანდახან შევლი და მოინახულებ მადლობელი ვიქნები. შეგეძლო არ გეთქვას, რომ მას არ მოვაგდებ მას. და კიდევ... რა კიდევ? ბევრჯერ მინდოდა მეთქვა შენთვის, მაგრამ ვერ გიბედავდი. ვერც ახლა გეტყოდი, მაგრამ სიკვდილის გზაზე ვდგავარ და მინდა იცოდე. ვიცი, ლევან. ვიცი. არ მეუბნებოდი, მაგრამ ყოველთვის გრძნობდი. აბა, ჩემი წასვლის დროა. შვიდობით მაგდა. ნახვამდის, ლევან. ესეც იცოდე, სანამ ცოცხალი ვიქნები თვალზე ნაყოლები, მოხვდები და შენზე ფიქრით აწვავ. დინალიე შეგანაწილდება. მაგდა ბატონო. ელიქე დაგეცეთ მაგდა. ნათელადევის სახელზე ცნობა მოვიდა. ცნობა? ეს პირველი ბარათია. სიკვდილმა შემოაღო ჩვენი სოფლის ჭიშკარი. არისტოს დაღუპვის ამბავი მოვიდა ბიჭო აბა. დინეტკის ეხლა უბედურ ნათელას ამამბავს. თქვენ მაგდა ბატონო. მე? ღმერთო, ეს წირთიც მე უნდა ვზიდო? რა სიზამ, თავმჯდომარე, სოფლის მეთაური, მისი ჭირისუფალი დღეს შენახარ. უნდა ზიდო შვილობა, უნდა ზიდო ხალხის ჭირვარა. დედა ხარ და ნუგეშის მიცემით შენ უნდა იყო. ჩვენზე მივიდათ. ჩვენ არაფერი მოგვეღო. აი როგორც კი მამა შენი თავის საქმეებს მორჩება, მეც წამოვდარ. აბა, მარია, შენი საქმროს ოჯახში იქნები. ხოჩაღად მოიქეცი ამდენი ბავშვები მიყავს გაუხსნდი. თქვენს რამე შველებ ნუგეში. მარტო ხომ არ მიდიხარ შვილო. სხვებიც მოდიან. აბა. ჩემუბედია ნახვა. ღმერთი ხოშენი შემწეშვი. ბაბუ, შვიდობით ბაბუ. ნახვა, შვილო, ნახვა. დარჩები თუ დროზე წამო. პარტიის ბრძანება ხომ იცი? ვიცი, კირილ სტიპანიჩ.
საქმე როგორც მტერს გონია. აბა, ნახვამდის. ოჰო, ტარას. გისმენთ? ტარას. ჩაბალ საქართველოში გამოცხადების სამხედრო კომისარიატში მანქანებს შეაბარებ და იგეთყვიან როგორ უნდა მოიქცე. ყველაფერს ზე გავაკეთებ როგორც მიგდა. ნახვამდის. კარგად იყავი, თავმჯდომარე. აბა, კლავდია. უკვე დროა, სადაც არის დაგვათენდება. ვაი. ნუ. აბა გირი, პირდაპირ სომის წრეებში. შემდეგი მამა ჩემო როგორც პარტია გვიბრძანებს ისე მოიქცეთ. აბა. შვიდობით მამა. შვიდობით. უკრაინიდან ვარ. სტოლბილები, ბავშვები ჩამოვიყვანეს. ვაი მენერა. ეგენი ჩვენები ზედა. გორმეურნეობის გამგეობას ვედებ, ვერ მიგვასწავლე. გამგეობა? გამგეობა? ავარა, აღარ ვიზია. გამოვიდა. დავიდეთ და. მადლობა ღმერთს რომ შიდობი ჩამოხდა. დედა ძვირსა, როგორ მიხარია რომ ხედავ, როგორ მიხარია. მარია, დედა სად არის? კირილ სტეპანიჩი? არაფერი ვიცი მას. ყველაზე ადრე ჩვენ გამოგვაგზავნა. საბაშობა. გამარჯობა, მეგობრებო. გამარჯობა. ზოია, გამარჯობა, მაგდასინონა. გამარჯობა. გამარჯობა, მეგობრებო. გამარჯობა. ვარდე. ბავშვები ერთად საბავშვობაში მოაწყო. ყველაფერი მზად არის, ახლა ვეწარ. მაგდა, ბავშვები სახლში რომ წავიყვანო. სახლში წავი. ჯერ საბავშვობაში მოაწყო და მერე მოველაპარაკო.
შენი გიორგის ოჯახია და ისე იყავი როგორც შენ საკუთარ სახლში. გმადლობთ დედა. რაც თუნდაც წავიდა. მხოლოდ ერთხელ მივიღე მისგან წერი. მაშინ ერთთან იცდები. მეც რა დახშობდი ჩემ გიორგის მისი არაფერი. გულს მოგანიცდით. მოვადროთა. ისევ ერთად ვიქნებით მარია. თავისი გვა. გამომართი. ნელა ბაქებო. ჯა. მარია, აქეთ მოდი, მარია. აი, აქეთ მოდი, ბაშებო, მოდი. ეს ხელი ბაღი. აი, რამდენი ხილი. მირთი. ჭამე. გამარჯობა მაგდასიმონე, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ მოიწყეთ, როგორ არიან ბავშვები? გმადლობთ მაგდასიმონე. შესანიშნავი დიასახლისი გყავს, ჩვენთვის არაფერი შე. გამგეობამ ცოტა ფქვილი გამოგვიო. გმადლობთ. რა საჭირო იყო მაგდა შენი ჭირი? რაც ამაქვს ღმერთმა იცოდეს არაფერი მშურს მაგრამ. ვიცი ჩემო აგვირინე, მაგრამ გურიცეს აგვირინე. თომას თუ დაიმბრუნებ, კარგი იქნება, საწყობისა და ხოლმე. ყველაფერი კარგად იყო. და უეცრად ამდენი უბედურება დაგუყოთ. მას შემდეგ რასდენიანი ფრონტზე წავიდა, მისი არაფერი ვიცი. ზოგჯერ ისეთი სევდა წამიღებს, რომ ტირილით ვიხრჩობი. მაგდასიმონოვნა, ბრიგადაში ხალხი არ ყოფით. ჩვენ კი ასე უსაქმოდ ვართ. და თარიელთა სოფელი. 750 კაცი წავიდა ჩვენგან. მოიფიქრეთ, ზოია, შეგირჩევთ ბრიგადას. ამ ხალხო ვერ მიგოსწავლი კოლმეურნეობაში რომ. მე ჯაშა მინანავარ.
განადგურება მისცეს. კაცამ ხოლმე აღარავინ დააჩინა. რა მექნა აქეთ სამოდომა? ძალიან კარგი. ჩემი სტუმარი იქნება. ჩვენ გამგზავრია. ეხლა რა? იბოლდა სადა ხრამდე ხარ, რატომ დაიგე? 300 კილოს მეტალია. ასე მითხეს ყველა შუმცირებს. რონა გვერდებოდა? სადე ჩამოიყვანეს, ახლა იმაზე თუ არ ამბობენ? გერასიმე სადა? ხეთან წამოვიდა, მაგდა დავილაპარაკე. კარგი, მე თვითონ მოაგვარეს მაგას. მაგდა შირინი. ვერ ცანი. სოიას ხვალ ჩამოვიდა დემიან. გასამ. აბა, სანიტარო მაგავიდა შემა. მარცხენა ხელი დაუკარგავს ფრონტ. აბა. ეს კიდე მისი ფრონტელი მეგობარია. გამარჯობა დემიან. გამარჯობა მაგდა სიმეონ. გამარჯობა. გამარჯობა. რაბიცოდე როგორ მიხარია. ცოცხალს რომ ხედა. თქვენთან მოსვლა გადავწყვიტე. ეთილი. ძალიან კარგი. როგორ გაიხარდება სოიას. სოია აქ არის. ზოიაც და ბავშვებიც. ანდრე. ესმის. ხუბრეთუ აკარია. ზოიას ბავშვები. კარგი დემიან, ეყოფა. აცალეთ. აცალეთ. გამარჯობა. აბა ბიჭო, ადექი და დაუხლე ადგილი შტوار. უხერხულია ეგული. არასე. ახალგაზრდა მოისის. აბა. მოიცი. დაბზანი. ობრძანით ბატონო, დაბრძანით. და просто სამწოლებში დავკარგავს მარცხენა ხელი. ასაფო. უკრაინიდან ჩემი მეგობარი. იზიგო. რაზო შემიწერი თობასა. ჯერ დედიზია შეწადია თუ ჩემ. მალ ჯარში მიდიოდი. ალე ფრონტ. ჯარში? ია, რამდენი წესა? 18 შემისულდა. 18? ოჩაღებიძი შახარ. მარა სანაფშენ ბრძოლები მოგიტაძეს. მანამდე ჰიტლერ დედას შენჩე. ისე იზიგო. ფრონტზე სადრე. ჩემ შვილებს თუ შევხვდე. ალიოშა და სერგი აკვიჭიეს. ასე გადაეცი. მამამ შენმა შემოგიტვალახლა. რატომ ძერძებს ამდეს ქვეყნურ სახებოს? ვიძია კი, უნახე აუცილებლად გადავ. ასე რა. რასავიდეთ იმის შემდეგ ერთი პარატი არ მიმიქ. მეც მაგ დღეში არა ვარ იპოლიტე. ახლა. უდერია, ახლა. იყო სახლი, იყო მელენიერა. ახლა მე ახლა უფრო ბედნიერი ვარ დემიან. ფრონტისთვის აღარ ვარგიო, შენც მიხარია. განააგწოდა ასასუნა. დაისვენე. ჯანში იმად. ხოდა უშაობასაც უფრო შეძლო. კიდევ კარგი მარჯვენა შემორჩა. კარგია რომ შეჩენდა. ბავშვები ჩვენთან არის. მადლობს მაგდა სიმეონ. რისთვის? როცა ამ ბაღში ვარ, ასე მგონია. მშობლიურ მიწაზე დავდივარ. განასი არ არის? აღარ ეყოთ უკრაინის ძარცვა. ახლა გერინგის ბრძანებით ეშელონებით აგზავნიან უკრაინულ მიწას. გადაუწყვეტიათ ჩვენი მიწით გაამდიდრონ მათი ბარონების უნაყოფო მიწა. არაფერი არ გამოუვას მათ დემიანს. არაფერი. ხომ
ამხანაგმა სტალინი. ჩვენ ქუჩაზე თუ იქნება დღესასწაული? იქნება. აუცილებლად იქნება. ანიშნე გერონი. რამდენი იპოლიტე? 600 მეტრი. ყოველასოთში არქის გადადახტირდება. ვერ გავხსნით მაგდაშირინე. რომს გავცხაროთ. წყალიც რომ დავაშროთ და ისლი ძირები ამოყაროთ, ზაფხულში ბალახი მოგვერება. რომ მოვერიოთ. რამდე ფუცი ვინც ავიღებ ჰექტარზე. თუ მოვერიეთ იცოცხლე. კარგი ყანა დადგება. 150 ფუცი მივიღებთ ჰექტარზე, მაგრამ მოვერევით კი. უნდა მოვერიოთ. ლევანს ბევრჯერ უთითრია ამ ადგილის სამოშრობა, მაგრამ ვერ გაბედა. ვაშკაცმა ვერ გაბედა და ჩვენ კი ყველა ვინც სოფელში დარჩა, დიდი პატარა, ქალი, კაცი, ერთად უნდა შევედგა. რა იყო თიალა? იპოლიტე, ათანასე, აბა ჩვენში გუშემოდ გადაგზომეთ, მე მივდივარ. საღამოს გამგეობაში შევიკრიბე. კი ბატონო. ძიმე საქმეს კიდევ ხელს თავმჯდომარე. ძიმე საქმეს. ძიმე საქმეში გამოიცნობა ადამიანი. ამდრე სოიასა და დენიანეს გაუმართლო. იცოცხლე. მიირთვით, ესეც არის კეთილი და დავიღე. გმალოთ ქალბატონო ივლიდა. მერიდება თქვენი ამდენი შეწუხება, მაგრამ რა ვქნა. ო, ხათუნას მომდარებას გაუმარჯოს. ეს რა, ბაბ? გმალოთ ხათუნა, გმალოთ. დენიან, ასია ყოველ მომაწოდე. ხან ყოველს მომიტანს, ხან ღვინოს, ხან ძეს, ხან კიდევ ხილით სავსე კალათას. აბა როგორ გინდა? ალღონე უნდა მოიკრიბო, აბა რა? მალე მიემგზავრე. კი, ჭრილობები მორჩა. თავს კარგად გხსნა. რო აფრონტს დაუბრუნდა. აბა რა გიჩქარი, წინწერის შეუძლება გაქვს. მოსვას ხინდება იყო და ასლა ჩემი საქმე. არა, ჩემო იპოლიტე, არა. რო აფრონტზე დაუბრუნდა. ბედნიერი კაცი. იჯება. ამჩიკი იმ ფრონტზე ხასუნას მამას გაუმარჯოს. შინ დაბრუნება უსურვოთ. ობლას არ გაჩენი. ივლიდე ჩვენ შვილებს ალიოშას და სერგიას გაუმარჯოს. ყველა მეომარს გაუმარჯოს ვის ფრონტზე იბრძვის. კარგი მარჯოს ვიჯება. შვიდობით, მაგდე სიმეონნა. რატო მაჩქარით, სანამ შეგულება დაგინთავდება, დარჩით ჩვენ. არ შემიძლია, ფრონტი მეძახის. ამხანაგები იბრძვიან და მე არ შემიძლია. ნახვამდის ანდრეი. გათავდება ომი. გვესტუმრ. აუცილებლად გვესტუმრ. გმართოთ. ნახვამდის. ნახვამდის. უეჭველად ჩამოვა. უეჭველად. ნახვამდის, მარია. ნახვამდის. შერიცი, ანდრეი. ერზა შურს როგორ იდია? იჩქარად. აგვიანდება. შვიდობით ზოია. ნახვამდის ანდრეი. ბედნიერად იყავით. აი, ჩემი ხელითაა ნაკრძალი, გამოგადგება. პირები. გმადლობ, დედი. გმადლობ. ნახვამდის. დაი. აბა, რა საჭიროა? ნამდვილი ჭაჭა იცოდე. გმადლობ. არ დაინდო არც ერთ ფაშისტი. აუჩქარი ანდრეი მატარებელს გოგვიანდა. არ დავინდა ფარა. ნახვამდის მეგობრებო. ბედნიერად იყავით ყველა. ნახვამდის ანდრეი, მშვიდობით დაბრუნდი. ნახვამდის. დაჯეკ. აი ანდრეი. სპირიკობა დაი. გმადლობ. აბა შენი. ბედნიერად მეგობრებო. ბედნიერად. იბოლიტე. ასე ჩამოაკენე, ა? ო, ოჩ. ეი.
ზამთარი ჯერ კიდევ წინა. კინოები თქვენთანაც იცის? მერე და როგორი. ამიტომ საჭიროა დროულად ემზადოს ზამთრისათვის. დეკემბერში სულ ზიანი დღეები იყო. მოხუცი ხალხი კი ამბობს, რომ დიდი ზამთარი იქნება. ასე ვარაუდობენ, შენ ხომ დადახ. ჩვენ არ გაგვიჭირდება. საქონლისათვის ხილაძვლომად გვაქვს და სილოსი. ზამთარი ვერ შეგვაშინებს, ოღონდ ფრონტიდან მოვიდეს, კარგი ამბავი, ჩემო მაგ. მოვა, უეჭვენა. ხედავ როგორ მარჯნის? აბა, თუ ასე ითოვა პლანტაციებს დაგვიცურს. ნამდვილად დაგვიცურს. ნახვამდის სამას. კარგად იყო. არ გძინა, შვილო. რატომ დაიგვიანე, დედა? რა ვიცი, შვილო, 1000 სახლი მქონდა. ფერმაშიც ვიყავ. ზამთარი დაგვიდგა, მარია. ზამთარი? ხო, ზამთარი. თოს? თოს. მერტო. როგორ დავიღალე. ეზოში რო ვაშისხია. თითქოს ის მოშტრეს. რა მიგონია ხის მოჭრას ეს მარში. არ არის კარგიო. რომელი ხარ? დედა, ევან, გიორგი! დედა! დედა! საიდან, გიორგი? დედა! საიდან, ბიჭო? როგორ? გიორგი! გიორგი! მარია! ჩემო მარია! მარია! შენაკა ხარ მარია? გიორგი! შენ გაგიმარჯოს, დედა. შენ გაგიმარჯოს, შვილო და ყველა იმას, ვინც ფრონტია. შენ გაგიმარჯოს, მარია. შენ მშობლებს გაუმარჯოს. გამარჯვებული იყავი, გიორგი. ჯამე, გადაიღე რამე. არა, მეტი არ მინდა. დავალოგინს გაგიშლი. საბჭოთა საინფორმაციო ბიუროს დეკემბრის საღამოს ცნობა. ცენტრალურ ფრონტზე საბჭოთა ჯარები იგერიებდნენ ტრის გააფრთხებულ კონტრიერიშებს. წინ მიიწევდნენ და რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს. შერის დასავლეთით მდებარე რაიონში გერმანელებმა ბრძოლაში გამოიყენეს 40 ტანკი. ის განმავლობაში ჩვენმა მებრძოლებმა დევიზეთ მოიგერიეს
მარია არ უნდა ვაკეთებდი ამას მაგრამ რა ვქნა შვილო ერთი მყევა ხარ მაპატიე მარია გიორგის ბეჭეთა დასწა ამიტომ გავდეზე დედა რომ ეხარ დაბრუნდე მაშინ რა პასუხს აძლევ ამ გაუბედურებულ ქალს შევწდი არ უნდა ჩამოსულიყავ მაგრამ რა მეკნა გულმა ვეღარ მომითმინა და მოგინახულეთ მომიწყენ დედა სხვაგვარად ვერ მომიქცევ შენზე დარდმა შვილო შენ მას სიყვარულმა ვაფიქრებინა მაპატიე დედა ძვირფასო მომითმინე დედა გიორგი მე მწავს ჯერა რომ შენ დაბრუნდები მე ვიქნები შენი ერთგული მეგობარი შენი ერთგული მეუღლე მინდა შენი სიყვარული მათბობდეს დედა შენთან მინდა ვიყო ახლოს გიორგი იცოდე ეს უნდა მოხდეს დღეს დედა დაგლოცე დედა დაგლოცე ბედნიერები იყავით გიორგი შვილო მე ახლა ვემოვა ლაპარაკობს თბილისში. ვიშნით საბჭოზე კომპოზიტორების მასში. ლეილა გაიყო მაგდა რა ამბავია შენი ჭირი ერთი სოფლის საბჭოში გამომწევი გადაუდებელი საქმე მაქვს ახლავე მოვდივარ იხდება დედა შენი საკუთრივ კაბა დედა როგორ ზუსტად შენთანზეა შეკერილი მარია როცა ომიდან დაბრუნდები დიდი ქორწილი მაშინ გადავიხარ ხო დიდი ქორწილი ჯერ აქ ჩვენ საქართველოში რე უკრაინაში დიახ ჯერ საქართველოში მე უკრაინაში მერე ბავშვები გეყოლება 6 ბიჭი 6 გოგო 12 აბა როგორ 6 ქართველი 6 უკრაინელი ძალიან ბევრია გიორგი ლეილა აი ჩემი გიორგი გამარჯობა ესეც ხატარძალი მოვიოთ ასე ჩემად როგორ მოგვიყარეთ ბიჭო ომი რომ დამთავრდება ხმაურით მაშინ ჩამოვალთ მერც მამ შეგები დაგავრნოს ჩემო გიორგი მადლობა მაგდა მითხრა თქვენ დაქორწინების ამბავი ძალიან გამეხარდა მოწმები კი ასაჭირო მარა მომიწერე ხელი აქ შვილო გიორგი
რომ დაიბადე, ეცხე მამაშენმა მაშინ დარგო. ხის ძირში კი 6 ბოთლი შუშხუნა ჩამარხა. მახსოვს ასე მითხრა, მაგდა, ეს ჩვენი ბიჭის ქორწილში უნდა დაილევს. მეც ვასრულებ შვილო მამაშენის. გიორგი, შვიდობით ამიბრუნდი შვილო. შვიდობით ამიბრუნდი შვილო. შვიდობით შეჯიჯირებ. ჩვენზე დარგი მოგექნება. შვიდობით დედა. გიორგი. 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 ვიდობით მარია, მართალია კაცი საჭირე. დღეს უკვე ფრონტზე ვიმყოფები და სტალინგრადთან ვიქცი. ჩემი დარგი მოგექნება. კოსმის ორივე თქვენი გიორგი. თითქოს სიზმარი იყო. ხო. თოვლი მოდის და მოდის. სასწრაფოდ მაგდა ქორიძე, ატანების და გურიანცის კოლმეურნეობის თავმჯდომარეები გამომიტანე. ისმენთ. რომელი ხარ? მე ვარ მაგდა. მაგდა, მალე თოვას გადაიღებ და შესაძლებელია ტემპერატურის დაცემა. სათიკავ. ყველაფერი გასაგებია. გესმის, ხალო? ვაიმე, ზარის ხმა. სოფელში გაგაში, ხედავ? ფანტაციას უნდა შველა. რას გიუზარებ, არ დაჭირიმე. ათანასე, კოცონები დაანთეს, კოცონები. კი ბატონო, კი ბატონო. მაგდა, ჩალა და გასება, ჩალა, რასწა? ფერმიდან გამოიღე, ფერმიდან. კი ბატონო.
ჩვენ რა გავაკეთოთ მაგდა სიმეონოვთან? კოსონები დაამცეთ. კარგი. ეს კარგი მოგიფიქრებია ჩემო მაგდა. კარგი. ომი რო დამთავრდება ჩემო ივლისზე. ომში დაყუთა ხსოვნის პატივსაცემად. ამ მოედანზე ძეგლს ავაკეთეთ. ზედოკროს ასები დავწერთ მათ სახლებსა და გვარებს. Ambavia, Sandro. Leonze. Smura moida Magda. თავისუფლება გამგეობაშია. გამგეობაშია, მაგრამ ახლა არსალი. ადამიანებო. არ გესმით, ასალიანეთ ვიღაცა. ადროვეთ იმ ქაფარ და ყოფნა. ჩვენ ქალაქიდან ვართ, მეჩქარებას მოვილო. რა მოხდა ძმაო ასე? ხავს. რა სევდა? რა დარდიაწუხებს? არა, მათი ჩვენი საქმე. რაც შეიძლება მორჩა და გათავდა.
ასაკებს გიახევი. გაზაფხული მოგვადგა ათანასე. რასაც ხედავ ეს არის. მეტის დამუშავება ჩემ ბრიგადას აღარ შეუძლია. ქაი და ბაღანაი, დილდა საღამოდი ჭაობში ყია. ვარზია ყველა. თუ ბრიგადირობა გიმძიმს, მაშინ სხვა ძერით იკრიბ. კი ბატონო, სხვა დანიშნეთ ბრიგადირად. მაგრამ იმას მოგახსენებ. ხალხი ჩივის მეთქი, ხალხი. ხალხს სათავეში შენ უდგეხარ ათანასე. ყველა შენ გიყურებს. მაგალით შენ აძლევ. ეს რაიონიდან იყვნენ ჩემთან და შენზე საყვედურო. რა, არ მოსწონთ, რაც მიუზომე? მარტო ჭაობი და წყალიაო. გამზადებულ საყანეს ვერ მივართევ ახლა, იმას. ისეთი მიუზომე, რისიც დამუშავება შეძლონ. ლელიანში გამოუნახე. ლელიანში? ხო, ლელიანში. ისიც ხომ აუცილებელი. ქალაქელებს აკუთვნოს ათანასე და უნდა დავიხმო. ეთილი გული გავსმარ. ეთილი გული. ახლა ლევანი ამას არიზამ. რა. ლევანს არ ქონდა ეთილი გული. ქონდა, მაგრამ მამაკაცის გული მაინც ქვა. მახსოვს ჩაის პლანტაციის მოშენებას უიწყებდით ერთხელ? მე არ ვიცი ათანასე შენ რა გახსოვს. მაგრამ მე ის ვიცი რომ ლევანს ეთილი გული ქონდა და პირველ კაცად ითვლებოდა ჩემს სოფელში. ითვლებოდა და მერქის ზარი დაბრუნდება და ისევ პირველი კაცი იქნება. აღარ დაბრუნდება. რა არ დაბრუნდება? აღარ დაბრუნდება. ეს სამითხარი. სპანიგროთან ბრძოლებში დაიღუპა. ის დაგაბიგონე. ვაი, ბიჭო, ლევა. ვაი, რა კაცი. მერე უბედურმა დედამისმა იცით? მოგინა დააჩავარ. ქალისი თუთხის ეთხოვება და როგორ უთხრა. ჯერ მარტო მე და შენ ვიცოდეთ ათანასე. მაგდასჭირი, ათანასეს უფროსი ბიჭის დაღუპვის ამბავი მოვიდა. ეძობნებო! უნდათ, ეს საყვედურო თავმჯდომარე. ახლა, ჩვენ თუ ასე იმუშავებთ, პროს რაღაცა ხმარებით, გამარჯობათ თქვენი. გაგიმარჯოს. მიგოია. შენ ზიანბობენ ხამხამობით ყოფე დაძრება. ყოილია ვაი. უილია თუ მართალი შენ ჭკუით იყავი, გესმის ჭკუით? აზე მემუქრებ ვიზიაგერასი. ისეთ არაფერს ვაკეთებ, რაც სხვას არ გაუკეთებდი. ია, შენ ენა დაიმოკლეთ, არა? ავსახლეს, ხო ხედავ? მაინც არ ვიცი რაში მადანაშაული. რაში და რაც გაიგონა? ასია, კაცრომბედი არ ექნა. ჯარში არ დამიყვანა. ელა მიხარ. უკაცო ქვეყანაში კაცად მივიჩნიე. და ახლა ესენი ჯოხით მემუქრებით. ამიგდავეთ ბატონო ახლა მეზობლებთან სიარული, ხო? ისე ქალი რომ ისევზე ჩამოგეკიდება, ხო იცნე? აუ! ნიკოია! შენ ჭკუით იყავი, ჭკუით, გესმის? მაგრამ თათრე
გასვით ბარაბანს არ მოხვედრია, იმდენი რამდენიც შენ მოხვდება. უყურია მას. იპოლიტე, მაგდას უთხრათ იმ გოგოს მოელაპარაკოს. რაც არ უნდა იყოს სოფლის შეცხვენა. მაგდა, ასეთ ამინში? საღამოშვიდობის გოგოცა. საღამოშვიდობის. ამბავი არა? არაფერი. პანჯერაში სინათლე დავინახე. მამაკაცის ხმაც მომესმა. გამეხარდა. იფიქრე გოგოცას ქმარი ხომ არ ჩამოვიდგინე. რადიოში მღეროდა ვიღაც. ნეტავი მაგ დღეს მოესწრებოდი ჩემო მაგდა. მოესწრები. მაგისი ბედი მე ვინ მოწ. მარტო შენ არ ახარ ასეთ ბედში. მოწმინება გმართებს. ერთი დღეც იქნება და ომი დამთავრდება. დამთავრდება და ომში წასული. შინ დაბრუნდება. დაბრუნებულს კი დახვედრა უნდა გოგოცა. პატიოსანი. პირნათელი დახვედრა უნდა. რაზე მეუბნები მაგდა? რა სოფლის ჭირს აყევი? დაშტი გაწდა და ხმა გავარდაო. სოფელს პირს ვერა უკრავ. დღე და ღამე უმუშაობ, წელებზე ფეხს ვიდგა. რომელი გრებს ჩემზე მეც ჩაისფოთო? რომელი? მაგაზე არ ვინგი საყედო. მაშ რაში მადანაშაულებ, რაში? კარგად იცი, რაშიც? თუ შევწდი ჩემ ქმარს მეგასცემ პასუხს. გამიგებს, მაპატიეთ. შეიძლება შენ გაპატიოს. მე არ მაპატიეთ. სოფელს არ აპატიეთ. რა სიტყვა ჩემგან რა? ისე მოიქეცი. როგორც ოჯახის ქალს შეშვენი. ქმართან ერთითაც არ ვიცხოვრე. ომი დაიწყო და წაიყვანე. ამ ცარიო სახლში მარტო დავჭი. მოსვენებას ვეღარ პოულობ. რა ვქნა, თუ ერთ დამიოკები ეს ძაღლი შესაწყმელი ხორცი რა ვქნა. დაჩუნდი. სისულელეს ნუროშა. სანამ დროაჭკუას მოუხმე თორემ. სოფელი გაგკიცხა. ზურგ შეგაქცევს. კარგად დაიხსომე, რა გითხრა. ისეთი ყანაა ჩემო ათანასე, რომ ცხენიანი კაცი დაიმალება სით. შენი ვაშკაცე მაგდასჭირი მეთქვა რა, აბა ამ ჭაობის სამოშრობას ვინ გაბედა? ხალხი ჩემო ათანასე, ყოვლის შემძლე დალოცილი ხალხი. ნათქვამია, გაჭირება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო. ეს ყანა კი ბალახს დაუჩაგრია ათანასე. ხელი შემეშალა, დროზე ვერ გავთოხლე. რა ვქნა მაგდა? უფროსი ბიჭის დაღუპისწერე ახალ მაგას. ხანდახან დარდი გულს მაჯლაჯულა საიდააფე. რაღაც ყელში წამიჭის, უნდა დამახსოვს, ჰაერს ვეცე. მაგრამ მერე თანდათან გადავილი. თვალებში სინათლე ჩადგება და ისევ სიცოცხლეს ვერ პრომუჩებ. სიკვდილი ასჯერ მინატრია, მაგრამ მისი წარმოდგენა ძალს კიდე წაიღებს. გამაგდი ათანასე. მარტო შენ ახარ ასეთ ბედში. საღამოს გამგეობაში ამით. კი, მაგდა. გამარჯობათ მაგდა. გამარჯობათ მაგდა სიმეონოვნა. ერთი გაგოშორეთ მე და შემიცოთ. თუ მეჩხუბება მაგდა სიმეონოვნა. რა? მე ვეუბნები ადგას შეცმის საცხოვრებლად. ეს კი ჯიუტობს, თუ არ ზია. დარჩით მე. ინგლისში. ამ სამოთხეში ცხოვრებას რა ჯობია, მაგრამ სახლში უკეთესიაო. ასია ნათქვამია. სახლის საზღვრა გვაქვს მაგდა სიმეონოვნა. საწავიდეთ, ყველაფერი განგრეულია. აი სწორედ
ამიტომ უნდა წავიდე. ჩვენ თუ არა სხვა ვინ აღადგენს დანგრეულ ქვეყანას. მართალია. სამშობლოს აღდგენა უნდა. მარტო თქვენ კი არა. ყველა დაგიხმართ. ადამიანი მეგობრით ცხოვრობს, ძვე. საქართველოში იტყვიან, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. როდის გადაწყვიტეს ჩვენმა უკრაინელებმა სამშობლოში დაბრუნება? ერთ ორ კვირაში გაემგზავრებიან. რა თქმა უნდა, ახლა იქ ყველაფერი განადგურებულია. დახმარების საკითხი. გამგეობაზე განვიხილეთ. არა? სულთახა საქონელს ფერმიდან გამოვყოთ. საშენ მასალებსაც დავეხმარებით. ბურგლებს, კალატოზებს მივაშველებთ. ხორბალზეც კი ვიფიქრეთ. ამდენს როგორ შეძლებ? რასაც ვერ შეძლებ, თქვენ დაგვეხმარებით. რა თქმა უნდა, დაგეხმარებით. სახში როგორ ახარ? გონიერ ძალი ფერმის იმეთ არის და რა? დღე-დღეზე ელოდება. გიორგის რაის. უკრაინის ფრონტი. ამხანაგო გენერალ, თქვენი ბრძანების თანახმად კაპიტანი ქორიძე გამოცხადდა. ალექსანდრ პლატონი. აი ეს არის კაპიტანი, რომლის ბატალიონმა თუნდაც შეასრულოს ეს რთული დავალება. გასაგებია. ამხანაგო კაპიტანი. თქვენთვის ნაცნობია ეს ადგილები. დიახ, ამხანაგო გენერალ, ომის წინ ჩვენი პოლკი ამ ადგილებში ტაქტიკურ მეცადინეობას გადიოდა. აი რა ამხანაგო კაპიტანი. ბატალიონი თქვენი ხელმძღვანელობით გადალახავს მდინარეს, აი ამ ადგილას. დაიტოვეთ საჯარო პლაცკარ და შეინარჩუნებს მას დივიზიის მთავარი ძალების მოსვლამდე. არის. ზუსტ გეგმასა და დროს გაცნობებს პოლკის მეთაური ბალა. არის. შემიძლია დავიდე. სად? იმოქმედეთ. არის. ქორიძე. პარტიული ხარ ბიჭო. სტალინგრადში მიმიღეს პარტიაში ამხანაგო გენერალ. იცოდე, შენი ბატალიონის წარმატება დიდად დაეხმარება მთელი დივიზიის წარმატებას. გასაგებია? გასაგებია ამხანაგო გენერალ. რომელი კუთხიდან ხარ? გურიიდან. აბა შეიცი. დადი. არის. ამხანაგო კაპიტანო, წერილია თქვენ სახით. ამოცანა ნათელია. შეუდექით მზადებას, განთიაზის შეტევაზე გადავალ. მარიაზე დარგი მოგეცემა. მას ბრუნვას არ მოვაგდე. ამ წერილს რომ იცნობ, შენ მამა იქნება. მე კი ბებია. შენ მამა იქნება. როგორ ახარშიო? მალე ექიმები მოვლენ და ყველაფერი კარგად იქნება. კი, დედა. ყველაფერი კარგად. შენი პირი მე ქეთონის შორა ამბავია, რა მოხდა? დედა, ეხი დამხდა. გილევი მაშინ ვერ დაეწყო? დასემის დროს თვითონ არაფერი უხდია. როდის დაეხსა? ასე 7 საათი იქნებოდა. ოე. აუხოცელა. მოგზავდი ხაბა? როგორ არის?
შევეცეთო. ძალი გადამირჩი. შევეცდებით ორივე გადავარჩი. არა. ადგილიდან დაზრა შეიძლება. ოპერაციას არ გავაკეთებ. გამოცდილი ქირურგია. ყველაფერს უნდა ვებოდეთ. ძალი. ვერ გადასწრა ბავშვი. ქირურგის ნომერზე. ცოტა თავის ქიჩიდან მოვა. დაწმარი მარია. რომ დაბრუნდეთ. უთხარი ჩემი. როგორ შესაძლოა ვაჭრო. მაგდა რომ დაგვინდება უთხარით რომ ერთ საათში მოვა. საათში. ნუ გიშინია ბავშვი უყურადღებას არ მოვაჭრე. მაგდა შირიმე. ვაგონები დაიწირდა. ორი ღია ბაქანი ცხეთყებით. ერთი სამგზავრო ვაგონი ამათგან გარგულებაშია. კარგი ვარ. შენ ესენი გააცნო. კი ბატონო. იპოლიტე სადაც? იპოლიტე და გერასიმე სადგურში დარჩნენ, ამათ გამგზავრებას აელოდებიან. აბა შენ? კი ბატონო. მიდიხარ დორს. არ დამივიწყო. ცოტა დავაგვიანეთ. მარიას საფლავი მოვინახულეთ. უკანასკნელად გამოვეთხოვეთ. ნახომდის მაგის. არ ვიცი, ვინც გადაგიხადოთ. მადლობა. ყველას ვინც ამ ძიმე წლებში დაგვეხმარა, ორი ხელი გამოგვიჭო. მივდივართ. გულიკიც გაცაბრჩება. ძნელია თქვენთან განშორება. მაგრამ ყველა სიკეთე ღმერთმა სიკეთით გადაგიხადოს. გიორგი მშვიდობით დაგიბრუნდეს. მადლობ ჩემო ძერფას უკეთილო საყვარელო ადამიანი. დემიად უამბეიმად მარია სამფარი. ეს კარგად
ამბავია მეზობლებო. მაგას ჭირიმე. გამაგრე უნდა. გიორგიძე ცნობა მოვიდა. Georgi! Svilo! Svilo! Sad gdje bo Svilo?